მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. Რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს იმ ანკერ პრაქტიკას, რაც უკვე ხალხისთვის კარგახანია, ცნობილი არის, მაგალითად იზოლატორში მოხდა სრულიად გაშიშვლება დაკავებულის და რატო მოხდა, ხო? ანუ ეს არის პირდაპირ არაადამიანური მოპყრობა, წამება და ეს ყველა მიცის, რომ ეგრე არის, იმიტომ რომ ევროპული გადაწყვეტილებებით სხვადასხვა კანონით და საქართველოს კანონმდებლობითაც კი ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა და მათ შეუძლიათ ხო ელექტროდეტექტორით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას, ჩვეულებრივად შეამოწმონ და ელექტროდეტექტორი სრულად ამოწმებს ადამიანს და არ არის პრობლემა ხო რომ ელექტროდეტექტორი ჩამოწმოს, მაგრამ მიზანმიმართულად ცდილობენ რომ სამოქალაქო აქტივისტებს არაადამიანურად მოექცენ, შეურაცხყოფა მიაყენონ. მე თქვენ გისმენთ სანამ ჩავერთვებოდი სხვადასხვა პოლიტიკოსის კომენტარებს და ამ კომენტარებში ჩანს ხო მათი დამოკიდებულება სამოქალაქო აქტივისტებზე, ქალებზე. ერთი მხრივ არის ორმაგი სტანდარტი, ერთი მხრივ ამბობენ რომ თითქოს თურმე გინება ისჯება, მაგრამ მაგათ მხრიდან გინება არ ისჯება. თურმე აქეთ ორკებს ეძახიან და თვითონ თავის მოძალადე ტიტუშკები, პოლიციელები, ის მოძალადეები, რომლებიც თელმა საზოგადოებამ, თელმა საქართველოს გაიგოვინები არიან, დღემდე დასჯილები არ არიან. მათ არ აინტერესებს სიმართლე, მათ მხოლოდ აინტერესებს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თუ როგორ დაავალონ ამ პოლიციელებს სხვადასხვა კრიმინალური ქმედებები და შემდეგ ისინი თვითონ ხო არ გაკიცხავენ, ხო მათი დავალებით ხდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება ძალადობას, ხო ჩემთვის როგორც ცნობილი არის და ბექა პაპაშვილი თვითონ იტყვის სასამართლოზე, როდესაც გამოვა ბექა პაპაშვილზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, როდესაც ის უკვე ავტომანქანაში იყო და მე საზოგადოებას მინდა აუხსნა, რომ ხანდახან გამოვლენ ხოლმე ეს მოძალადე ტიტუშკები, რომელსაც პოლიციის ფორმები ჩააცვეს და ამბობენ ხოლმე, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობას გვიწევდა და აბა სხვანაირად როგორ დაგვეკავებინა. მანდაც მინდა ერთი ხაზი გავუსვა, რომ კანონში პირდაპირ არის გაწერილი, რომ პროპორციული უნდა იყოს დაკავების ზომა და სახალხო დამცველმაც კი აღნიშნა თავის ჩანაწერში, რომ პროპორციულად არ ხდებოდა ამ ადამიანების დაკავება და მოხდა ძალადობა, მაგრამ როდესაც მანქანაში უკვე დაკავებულ ადამიანზე ძალადობა, ეს პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული, პირდაპირ არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ წამება, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და მას ადევს ბორკილები და იქ მასზე ფიზიკურად ძალადობენ, ეს აღარ არის უკვე ჩვეულებრივი ფიზიკური ძალადობა, ეს არის წამება, მაგრამ დღემდე ხო ამ ყველაფერს არავინ არ იძიებს, ხო და მე მინდა რომ საზოგადოებას აუხსნა, რომ ამ ყველაფერს თუ მოусმეთ, რომ ვინმე ამბობს, რომ ეს იყო გადაცდომა, ერთმა პოლიციელმა გააკეთა გადაცდომა ნორმა არ დაუჯეროთ, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მიუთითებს, წლებია ხო უკვე ძალადობენ, ერთ წელზე მეტი გავიდა, როდესაც ქართულ საზოგადოებაზე იძალადეს, მაგრამ სისტემური დანაშაული ევროსასამართლოშიც ითქვა, სხვადასხვა დაწესებულებებშიც ითქვა, სხვადასხვა ევროინსტიტუტებში, რომ სისტემური ძალადობა მოხდა, მაგრამ დღემდე არავინ არ არის დასჯილი. ეს პირდაპირ უთითებს, რომ ეს იყო შეკვეთით, ეს იყო დავალებით და შეასრულეს ამ ტიტუშკა პოლიციელებმა, მაგრამ მე აქვე მინდა რომ სხვა პოლიციელებსაც უთხრა, რომელიც მართლა ვიცი რომ კეთილსინდისიერად ასრულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვალებას, რომ გაემიჯნეთ ამ ადამიანებს, გაემიჯნეთ და არ შეასრულოთ სხვადასხვა უკანონო დავალებები. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში რა თქმა უნდა მტკიცებულებები არ არის, მტკიცებულებები როგორ უნდა იყოს, ხო საზოგადოებამ ნახა რომ ქალზე იძალადეს, ქალები დააკავეს, გოგუები დააკავეს, ხო? ესეთი უკიდეგანო მეთოდებით, რომელიც არ შეესაბამება არც კოდექსს, არც კონსტიტუციას, მაგრამ დღეს რა ვხედავთ, ისევ ეს გოგუები, ქალები უნდა გაასამართლონ და შემდეგ ის პოლიციელები, რომლებიც არიან მოძალადეები, ამ პოლიციელებმა ისევ აქ ჩვენებები უნდა მიცენ, მაგრამ აქ მხოლოდ ამ ადამიანებს კი არ ჯიან, აქ სასამართლო დარბაზები არის გადატენილი, ნერვიულობენ ოჯახის წევრები, ბებიები, დედები, მაგალითად ონისეს ხო გარდაეცვალა მამა, ხო ამ ნერვიულობისგან. აქ ეს ადამიანები და სისტემა უპავენ თითოეულ ოჯახს და თითოეულ ადამიანებს და ჩვენ ადვოკატები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანებამდე სიმართლე მივიტანოთ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ევროპულ სასამართლოში, მაგრამ ამ ადვოკატებს მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მარტო ძალა არ გვაქვს, რომ ეს ადამიანები ან გავანთავისუფლოთ, ან დღეს ეს 25-მდე პატიმარი გავამართლოთ. ხო აქ არის კლანი, აქ არის პოლიტიკური კლანი, აქ არის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ დავალებას და მე საზოგადოებას ვთხოვ, რომ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ სინდისის პატიმრებიც გამოვიყვანოთ და ამ ადამიანებს დღეს, რომლებსაც მაგალითად კიდე სასამართლო ასამართლებს, ხო უკანონოდ ამ ადამიანების გვერდში ვიდგეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლოსაც შეეშინდეს სამართლის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს და მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სიმართლეს, კანონს
არ აქვს მათ დანაშაულს ხანდაზმულობა და აუცილებლად მივა მათთან სამართლიანობა და კანონი და ცოტა გონს მოეგონ ძალიან მალე. კი ბატონო, ლაშა, იცით რა მინდა გკითხოთ, აი ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უშუალოდ აი წინასწარი დაკავების იზოლატორში და აი დაკავების შემდეგ, როდესაც გადაყავთ ეს სამოქალაქო აქტივისტები, როგორც ექცევიან, გულისხმობ აი დამამცირებელ მოპყრობას, თქვენ წამების შეფასება მიეცით, მაგალითად გაშიშვლების ეპიზოდსაც, ხო? აი რა თავდაცვის მექანიზმი არსებობს ლაშა ასეთ დროს ეს მინდა გკითხოთ. აი დაუშვათ აი წინააღმდეგობა რომ გაუწიო, როდესაც გთხოვენ რომ რაღაცა გაშიშვლდი, აი ამ დროს წინააღმდეგობა გაუწიო, რა ხდება მაინტერესებს. აი აქვს თუ არა ასეთ დროს აი იმ შემთხვევაში დაკავებულ პიროვნებას თავდაცვის მექანიზმი. აი რა შეუძლია რომ მოიმოქმედოს, რომ აი არ აღმოჩნდეს ესეთ მართლა ძალიან დამამცირებელ და შეურაცხყოფელ სიტუაციაში. ძალიან რთული არის მე ამ კითხვაზე პასუხი გავცე, იმიტომ რომ როდესაც დაკავებული არის ადამიანის ეფექტურ კონტროლი არის პოლიციის მხრიდან და აქედან გამომდინარე წინააღმდეგობა რომ მათ კონკრეტულ დროს გაუწიოს დაკავებულმა ადამიანმა შეიძლება კიდე რამე დამატებით მუხლი შემატოროთ თითქოს წინააღმდეგობა იძალადა და სისხლის სამართალში გადაუყვანონ, მაგრამ კანონი ხო პირდაპირ გვეუბნება, ხო? კანონი გვეუბნება რომ მათ არ აქვთ უფლება და უნდა მოხდეს ელექტრონული ხელსაწყოთი მათი მაგალითად შემოწმება. თავარი ბერკეტი რა არის? თავარი ბერკეტი არის ადვოკატები მაგალითად რომელთაც არ გვიშვებენ ძალიან მალე. თავარი ბერკეტი არის ჩვენ რატომ მოვითხოვთ ხოლმე მე პირადად სახალხო დამცველს რატო ვთხოვ რომ მალევე ჩაერთოს ხოლმე პროცესში რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს პირდაპირ შეუძლიათ რომ შევიდნენ და ამ პროცესას დაესწრონ და აღარ მოხდეს უფლებების დარღვევა, ანუ აქ სახალხო დამცველმა თავის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება რომ ეს ადამიანები უკვე დაიცვას სანამ ჩვენ ადვოკატებს შეგვიშვებენ, მაგრამ თავარი რა შეუძლიათ მოქალაქეებს ამ ადამიანების დაცვა, როდესაც ეცოდინება ხელისუფლება სისტემას, რომ ერთი ადამიანის დაჩაგვრაზე, ერთი ადამიანის წამებაზე გამოვა 100,000 ადამიანი, მაშინ აუცილებლად დაფიქრდება, რომ ეს ერთი ადამიანი აღარ აწამოს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ლაშა, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლაშა ტყეშელაძე გვერდებოდა ჩვენ საქალაქო სასამართლოს